მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 16 მარტია 2026 წლის და მინდა შემოგთავაზოთ მოვლენების მიმოხილვა ახლო აღმოსავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა და ვითარდება ამ მომენტისთვისაც. ომი დინამიური პროცესია და აი ახლა როდესაც ამ ვიდეოს წერ, ამ მომენტშიდაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მიმდინარეობს. საქართველოში როგორც ვიცით, საერთოდ საინფორმაციო სივრცე არის თავიდან ბოლომდე მოწამლული, ტენდენციური, რაც სოროსელების და კეზერების და მათ მიერ მართული მედია საშუალება, რა ვიცი, ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციებს, ამიტომ ვამზადებ ამ ბლოგს, რომ ჩემი გამომწერისთვის, უბრალოდ მაყურებლისთვის და თუნდაც აი ჩემი იდეოლოგიური მტრები რო არიან და ეპშტეინის ჯორჯიულ არმიას რომ წარმოადგენენ, მათთვისაც ფაქტებით იყოს გასაგები თუ რა ხდება რეალურად. ამიტომ თუ გაინტერესებს ეს მოვლენები, უყურე ბოლომდე, ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ დღეს. მანამდე კი მინდა გთხოვოთ იმისთვის, რომ ვიდეო იყოს გავრცელებული, მოიწონეთ და გააზიარეთ ვიდეო, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე. მოკლედ დღეს დღევანდელი დილა დაიწყო ტრადიციულად ძიმეთ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით და ნავთობის ფასები, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას, რა თქმა უნდა, გამართლდა ეს ყველაფერი და ნავთობმა კიდევ და კიდევ მოიმატა ზევით $101 და ალბათ თანდათან კიდევ და კიდევ უფრო მოიმატებს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქვია იმ სტრატეგიული რეზერვების გახსნა, რასაც ქვია რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და სხვა ბევრი რამ. ალბათ კულმინაცია კვირის ბოლომდე იქნება მიღწეული და შევხედავთ თუ რა გამოწვევა ექნება ამ ყველაფერს საქართველოში, ასე რომ ბევრი ომის ტაშის მკვლელები ვინც ახართ გიხარიათ ეს ყველაფერი რაც ხდება ირანში დიქტატორის დასამხობად, სულ მალე რომ გაგიძვირდებათ ყველაფერი, შეგიძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საელჩოს მიმართოთ, რომ თქვენ არაფერს შუაში არ ახართ და რამენაირად გადაგიხადონ ეს გაძვირებული ცხოვრება. ბლოგი მინდა დავიწყო ტრამპის განცხადებით. ტრამპმა ამ დილით გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. ეს კაცი საერთოდ კლოუნი არის და მისი ნაბოდავი ნაკლებად არის შეიძლება საფიქრებელი, მაგრამ მაინც გამოხატავს მის მდგომარეობას. რო კითხო 2 დღის წინ დაამთავრა ომი, მაგრამ დღეს უკვე მოკავშირეებს უხმობს დასახმარებლად და არა მარტო ნატოს მოკავშირეებს, არამედ ჩინეთსაც. და აი მისი განცხადება ნატოს მოკავშირეების მიმართ, რომ თუ მოკავშირეები ორმოსის სრუტის გახსნაშიო არ დაგვეხმარებიანო, ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება. ანუ ის რასაც სულ ამბობდა, რომ თუ რამე არ დამჭირდება ჯარებს, ჩემ ჭკუაზე არ წავა ჯარებს გავიყვან, ასე თუ არ იქნება ამას ვიზამ, სანქციებს დაგიწესებ. დაიწყო კაცმა პირდაპირ ლაპარაკი, რომ ვერევი მარტო ამ უბედურებას რაც დავიწყე და თქვენ რა მოკავშირეები ხართ, თუ არ დამეხმარებით ორმოზის სრუტის გახსნაში, მით უმეტეს თქვენ გიჭირთ ეს ყველაფერი. ახლა ამერიკაზე მეტად ევროპას ურტყამს ეს ეკონომიკური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირელ ძმებს რამენაირად ჩაერთონ ამ ომში და მოახდინონ ამ ბოროტი ირანის დამარცხება. აი ჩემო კარგებო, როდესაც გეუბნებოდით, რომ ყველა ქვეყანა საერთო ჯამში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პასუხი ევროკავშირიდან და ნატოდან იყო შემდეგნაირი. ცალ-ცალკე ქვეყნებმა გააკეთეს განცხადებები ესპანეთის თამადობით, რომ ჩვენ ამ ომში ჩართვას არ ვაპირებთ. ეს არ არის ჩვენი ომი, ეს ჩვენ არ გვეხება. მიუხედავად მაკრონის ბევრი გაბრექვისა, არც საფრანგეთი არ აპირებს იმ ფორმატით ჩაერთოს ამ ომში, რასაც ტრამპი ითხოვს, არც დიდი ბრიტანეთი, არც გერმანია და სიმართლე გითხრათ, ამის რესურსიც არ გააჩნიათ. რეალურად ამ ყველაფრის რესურსი არ გააჩნიათ. ამიტომ აი ამ დაწყებულ ყველაფერში, რაც ტრამპმა და სატანიახუმ წამოიწყეს, პრაქტიკულად დარჩენ პირისპირ აი ამ დიდ ძალასთან. არ აყვნენ არც რეგიონის ქვეყნები, რომლებსაც ასევე მოუწოდა, რომ
bueno, თუ გინდა თუ ეს ყველაფერიო დასრულდეთო, ჩაერთეთ ომში და დავამარცხოთ ერთად ირანიო, თუმცა არაბული ქვეყნებიც მიუხედავად ყველაფრისა არ აპირებენ ჩაერთონ ამ ომში. ამიტომ ძირითადად დარჩენილი არიან ისრაელი და შეერთებული შტატები. თავად კი რისი გაკეთებაც შეუძლიათ ამ მომენტისთვის ჩანს. და არ არის ეს მათ სახარბიელოდ. საინტერესო იყო ჩინეთის მიმართ მოწოდება, რომ ჩინეთიც უნდა ჩაერთოს ორმუზის სრუტის გახსნაში და ასევე იაპონიის და სამხრეთ კორეის მიმართ მოწოდებებიც, რომ ისინი მოკავშირეები არიან და უნდა დაეხმაროს. აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის. იაპონიას კონსტიტუციით აქვს აკრძალული სხვა ქვეყნის ომებში მონაწილეობა და ეს ტრამპმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს და უნდა იყოს გარკვეული ამ საქმეში, მაგრამ რაც იზამ კაც როცა გაგიჭირდება, რა ვიცი, ალბათ ყველაფერზე წახვალ. რაც შეეხება ნატოს. მიუხედავად ყველაფრისა, რომ ჰამათმა დღეს თანამედროვე პოლიტიკოსებმა მთელი მსოფლიოს წესდებები გადაწერეს, გადმოწერეს, არავინ არაფრად არ აგდებს, ნატოს როგორც ორგანიზაციის შექმნის დღიდან მისი მოქმედების არეალი განსაზღვრულია. და ეს არის ევროპის კონტინენტი და ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი. აი ამ არეალში მოქმედებს ნატოს წესდება. ამის იქეთ წესი და რიგით. ნატოს რაც ხდება არ ეხება. აი კანონით ამის უფლება არ გააჩნია რომ მოითხოვოს, მაგრამ არც ამას აქცევს დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ ნატოს ამერიკელები აფინანსებენ, ამერიკის ჯარი იცავს ევროპას და თუ არ გაუგონებენ ტრამპს, თავისთავად თვითონაც ადგება და ჯარს გაიყვანს ევროპიდან და ან დაფინანსებას შეუწყვეტს. ანუ ტრამპი გადასული არის ღია შანტაჟზე, რადგან გაჭირვებაში მის გვერდით არავინ არ ჩანს. სხვათა შორის ერთი საინტერესო ვიდეოც კი დაამზადეს, მინდა გაჩვენოთ, რომელიც აი კარგად ასახავს ტრამპის მდგომარეობას. აი როგორც კლიპიდან კარგად ჩანს, დონალდ ტრამპის მდგომარეობა მსოფლიო პოლიტიკაში ზუსტად ასეთია. მის დასახმარებლად არც იაპონია კორეა მორბის, არც ევროკავშირი და ნატო და არც რა თქმა უნდა კიმ ჩენ ინი და პუტინი. პირიქით, რომელთა ინტერესებშიც ეს ომი უფრო და უფრო შედის. ამიტომ მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნატო ჩაერთვება ამ ყველაფერში, ეს არის ბლეფი და არანაირად არ იქნება რეალიზირებული. ამიტომ მალე ალბათ ომი ლოგიკური დასასრულისკენ წავა და ლოგიკური დასასრული ქვია იმას, რომ ოდესაც რომელიმე მხარეს რესურსები ამოეწურება, ის მოითხოვს ზავს. თუმცა ტრამპს რო კითხო, იქეთ ეხვეწებიან, რომ ირანელებმა რამენაირად მოლაპარაკება გამართონ, რასაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია ტრამპისთვის მოლაპარაკება და არც ვაპირებთ მასთან მოლაპარაკებას, რადგან ეს ის ადამიანია, რომლის სიტყვასაც არ შეიძლება ენდო. ნუ რას იზამ, ახლა სამწუხაროდ აღმოჩნდა კაცი ასეთ იმაში და თავი მაინც გაერთოს და თავისი ამორჩეველი მაინც გაართოს, იმიტომ მალე არჩევნები აქვს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდო არის, რომ ამ ფორმატში ომი შეძლოს შეერთებულმა შტატებმა ამ ომის გაგრძელება და ძალიან საინტერესო ორი მომენტი მინდა დღეს გაჩვენოთ, რომელსაც გაიგებთ. ერთი ცოტა მოგვიანებით ჩინეთის ფაქტორსაც ეხება, ხშირი კითხვები იყო თუ ჩინეთი რატო არის ასე ჩუმად, აი ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები თუ ჩინეთი რატომ არის ასე ჩუმად. თუმცა ამას გაჩვენებთ, მაგრამ სანამ ჩინეთამდე მივიდოდეთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ გარდა ორმუზის სრუტის და სპარსეთის ყურის კრიზისის გარდა,
კიდევ დღეს ცნობილი გახდა, რომ ძალიან მალე შეიძლება სოფლიომ ახალი კრიზისი ნახოს. და ეს ახალი კრიზისი არის ის კრიზისი, რომელი კრიზისიც მოსალოდნელი იყო და ეს ყველაფერი ეხება ირანის მოკავშირე ჰუსიტების მოქმედებას, ოღონ ამჯერად ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. თუმცა ყველაფერს ნაბიჯ გავყვეთ. მას შემდეგ, რაც ორმუზის სრუტის ბლოკირება მოხდა, ერთადერთი სახელმწიფო ამ დიდარ ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლია ნავთობი ორმუზის სრუტის გვერდის ავლით გაყიდოს ექსპორტზე, ეს არის საუდის არაბეთი, რომელსაც გააჩნია თავისი ნავთობსადენი წითელ ზღვაში. აი ეს არის არაბეთი, საუდის არაბეთი, ეს არის იანდუ, ისი პორტი, სადაც განთავსებული არის ტერმინალები, საიდანაც შესაძლებელი არის ტანკერების დატვირთვა და რაღაცნაირად კომპენსაციას მოახდენს, ამიტომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კარგი, რადგანაც ეს კრიზისი არის, ჩვენ ნავთობის გაყიდვას რამენაირად მოვახერხებთ აი ამ პორტიდან. აი ასეთ დროს გამოჩნდა ირანის მოკავშირე პროქსი ძალა, რომელიც რეგიონში არის, ჰუსიტები. ზოგადად, მინდა დააკვირდეთ რეგიონს. ეს არის ძალიან რთული რეგიონი, ამას ეძახიან სამკუთხედს, რომელიც სამკუთხედიც არის მსოფლიო ეკონომიკის და ენერგეტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამკუთხედი. გამომდინარე იქედან, რომ აი ამ სამკუთხედში თავმოყრილი არის სპარსეთის ყურეში ორმუზის სრუტე, რომელიც მესამე ნომრით არის აღნიშნული და ჩვენ შემთხვევაში აქ არის ახლა განსაკუთრებული კრიზისი. სუეცის არხი, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის და ეგვიპტის გავლით აკავშირებს ევროპას ინდოეთის ოკეანესთან, წითელი ზღვის საშუალებით და კიდევ ერთი კვანძი, რომელიც არის ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. ბაბ-ელ-მანდების სრუტე, ეს არის იემენის მოსაზღვრე ტერიტორია, ისე როგორც ირანი ესაზღვრება ბაბ-ელ-მანდების სრუტეს და იემენში არსებობს ჰუსიტები ძალა, რომელიც არის ირანის პროქსი, რომლებიც მართალია მთლიანად ქვეყანას არ აკონტროლებენ, მაგრამ დაჯგუფებაა, რომელიც მხარეურ სახელმწიფოზე მეტი ძლიერი არის, სამხედრო იდეოლოგიური დაჯგუფება, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ირანს, ვერასდროს ვერ იტანდნენ ისრაელს, პირიქით ბომბავდნენ და ხელოვნურად ქმნიდნენ კრიზისებს. თუმცა ბოლო დროს გაჩუმებულები იყვნენ. თავის დროზე ტრამპმა შეეცადა ეს პრობლემა მოეგვარებია, დაემუქრა ჰუსიტებს, რომ გაანადგურებდა მათ, მაგრამ ამერიკელებმა როდესაც ცადეს და ნახეს ჰუსიტების განადგურება მათ არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე იერიში განახორციელეს იემენზე, რაღაც საზაო პირობების სანაცვლოდ შეთანხმებულად დაზავდნენ. თუმცა ამით ჰუსიტები არსად არ წასულან და ეს მოკლე მონაკვეთი, რომელიც კარგად აჩვენებს თუ როგორი სრუტი არის ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, დღესდღეობითაც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბევრად მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ორმუზის სრუტე. იმიტომ რომ ორმუზის სრუტეში ძირითადად რეგიონის სავაჭრო გემები შედიან და მხოლოდ ნავთობის და გაზის ძირითადი მიმართულებაა. რაც შეეხება ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში აბსოლუტურად ყველა გემი გაივლის, რომელიც ევროპიდან აზიაში მიემართება და შეერთებული შტატებიდან ასევე აზიაში გადაადგილდება აი აღმოსავლეთის მიმართულებიდან. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ყველაზე უმოკლესი მანძილი. ამიტომ ჰუსიტებმა ძალიან კარგად იგრძნეს თავიანთი ძალა, თავიანთი მნიშვნელობა და თავისთავად ისინი, რა თქმა უნდა, ამ რთულ სიტუაციას, როგორც გითხარით, გამოიყენებენ
თავის და გასამდიდრებლად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუსიტებმა მოითხოვეს დამატებითი საბაჟო გადასახადი, პირდაპირ გაურიგდნენ ტანკერებს, რომელი ტანკერებიც გაივლიან აი ამ სრუტეს და სხვათა შორის ძალიან ბევრი კომპანია მზადაა ჰუსიტებს გადაუხადოს ფული იმისთვის, რომ მათ რამენაირად მოახერხონ აი ამ სრუტის, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტის გავლა. ფაქტია ის, რომ არსებული წესრიგი სერიოზულად ირღვევა და ეს ძალიან მტკივნეულად აისახება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა მინდა უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად გაჩვენოთ აი ამ ფონზე დუბაი რა დღეში არის, ეს არის დუბაის საფონდო ბირჟა და მისი ინდექსი, როგორი დაცემული არის და რეგრესს განაგრძობს მთელი ამ დღეების მანძილზე. ასევე მინდა გითხრათ ერთი საინტერესო ინფორმაციაც. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ გამოაცხადა, რომ დიდი მადლობა გადაუხადა პაკისტანს, პაკისტანელ ხალხს, პაკისტანის მთავრობას და განაცხადა ის, რომ ხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა ის, რომ პაკისტანის ხომალდები უპრობლემოდ გაივლიან ორმუზის სრუტეში და ორმუზის სრუტე არ არის დაბლოკილია მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის. ასე რომ ყველა ძალა თავის პირობებს აწესებს. აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა ხდება, ბუნებრივი სიტუაცია არის, როგორც შეერთებული შტატები იყენებს, ვინც არ მოეწონება მათ მიმართ სანქციებს, ასევე მათ მიმართაც იყენებენ განსაკუთრებით ახლა ომის მომენტში აი ამ სანქციებს ირანელები. კარგი, შემოკარგებო, ახლა გადავიდეთ პირდაპირ უშუალოდ გადავიდეთ ომის თეატრის განხილვაზე, თუ იქ რა ხდება, როგორ ხდება. ამიტომ ერთი წუთით, სანამ გადავიდოდეთ, ცოტა ტექნიკური ამბები ჭირდება ამ ყველაფერს, სანამ გადავერთვებოდეთ და ეხლა ეს განვიხილოთ. საქმე იმაში არის, რომ ომია, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენ შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად საინტერესო და მნიშვნელოვანი რომელიც იქნება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყველაფრის, თუმცა ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანები განვიხილოთ. ეხლა ეს გადავხედოთ რუკას მიმდინარე მოვლენებს, რა მდგომარეობა არის ამ მომენტისთვის. ის რომ აი, კიდევ ერთი სიახლე. ირანმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს აძლევს უფლებას და ინდოეთის გემებს იმისთვის, რომ მათ უპრობლემოდ მოახდინონ ნაოსნობა სპარსეთის ყურეში. კარგი, სანამ სპარსეთის ყურის ამბებს გაგაცნობდეთ, მე მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ სამხედრო ლოგიკაში ჯდება და მოსალოდნელი არის ეს ყველაფერი ჰუსიტების აი ამ მოქმედებაზე ამერიკელებს აქვთ შემდეგნაირი რეაქცია, ეს არის ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი, რომელიც აი ამ ომში არაერთხელ იქნა სამიზნე და აბრაამ ლინკოლნი გადაადგილდება აი მოხსნელი არის აი ამ მიმართულებიდან. ამ დროს შეიძლება იფიქროს ადამიანმა ორი შემთხვევა, ან დაზიანება აქვს, ან მიიღეს რაღაცა სხვა დავალება. და დაფიქსირებული იქნა ჩინური კოსმოსური სადგურების მიერ ეს ხომალდი უმანის ნაპირებთან, რომელიც მიემართება დასავლეთისკენ ბაბელ-მანდების სრუტისკენ. აი, ზუსტად აი ამ მიმართულებაზე სავარაუდოდ
თუ ჰუსიტები, რომლებიც აუცილებლად ალბათ მოახდენენ ამ სრუტის ბლოკირებას, აბრაამ ლინკოლნი შეეცდება, რომ აი ამ მხრიდან მოახდინოს ჰუსიტების წინააღმდეგობის გადალახვა და ამ მომენტისთვის იმყოფება ომანში. ასევე საინტერესო არის აქ გავრცელებული არის ინფორმაცია, ისევე თანამგზავრულმა სადგურებმა დააფიქსირეს ეს ამერიკული ხომალდი ჯერალდ ფორდი, რომელიც აქ იყო განთავსებული წითელ ზღვაში, სადაც ახდენდა ისრაელის სამხრეთის მიმართულების ეილატის პორტის დაცვას და ესე შემდეგ. შემდეგ ამ ხომალდზე გაჩნდა ხანძარი, ზოგიერთი ბოროტი ხმები ამბობდნენ, რომ თვითონ სამხედროებმა გააჩინეს, იმის გამო რომ ამ ოპერაციაში გემი არ შერთულიყო, მაგრამ გემი ისე არ დაზარალდა, რომ მას გადაადგილება არ შეძლებოდა, ამიტომ ფაქტია, თუმცა რამოდენიმე დღე იდგა, ამ ტერიტორიულ წყლებში იდგა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს დაფიქსირდა ჯერალდ ფორდმაც მიიღო ბრძანება, გადაადგილდეს ბაბელმანდების სრუტის მიმართულებით და აი ჩემო კარგებო, ფაქტია უკვე ეს იმას აჩვენებს, რომ ამერიკელები ამ მიმართულებიდან შეეცდებიან მოახდინონ ჰუსიტების წინააღმდეგობის დაძლევა, ხოლო აი აქეთა მიმართულებიდან, აი საიდანაც აბრაამ ლინკოლნი მოცურავს, აი ამ ორი მხრიდან რაღაცნაირად, საინტერესოა, რამდენად მოახერხებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჰუსიტებს ძალიან ზედაპირულად უყურებდნენ ესენი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰუსიტები არაფერი თავის დროზე გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომ ის ჰუსიტებს გაანადგურებდა, შეეცადა შეეკრა კოალიციაც, მოეხდინა რეაგირება, მაგრამ შემდეგ აი განცხადება გახდა ცნობილი, ჰუსიტები იმუქრებიან ბაბელმანდების ყურის ჩაკეტვით, აი ეს გენერალი, ჰუსიტების გენერალი. აქედან გამომდინარე, მაშინ ვერ მოახერხეს ჰუსიტების წინააღმდეგობის დაძლევა და დაუგზავდნენ ჰუსიტებს, ესე გამოვიდა შეერთებული შტატები და ახლა აი ამ ორ გემს შეერთებული შტატები გააგზავნიან აი ამ მიმართულებაზე, რათა მოხდეს აი ამ სრუტის დებლოკაცია, თორე ეს მართლა კატასტროფულ დღეში ჩააგდებს სოფლიოს ეკონომიკას და ამ შემთხვევაში თვითონ შეერთებული შტატები სერიოზულად იზარალება. ახლა მივუბრუნდეთ უბრალოდ რეგიონს, დღეს აქ ემირატების ბაზები იქნა დაბომბილი. ტრადიციულად აქ არის სტატისტიკა მოყვანილი 18 განადგურებული ხომალდის შესახებ სრუტეში ირანის მიერ, დუბაი ისევ ცეცხლის ალში არის გახვეული და ძალიან ცუდი დღეები დაუდგათ ნამდვილად დუბაიში. ამიტომ ასევე ცუდი დღეები უდგას ბაჰრეინს, რომელმაც ნავთობის გაზის მოპოვების შეჩერებასთან ერთად გამოაცხადა, რომ იწყებს ალუმინის წარმოების შეჩერებას. რა ხდება აქ? ხო, ეს ხშირი თავდასხმის სამიზნეა ირანული დრონებიდან, ამიტომ ინფორმაცია არის დრონებით მუშაობის შესახებ. ასევე კუვეიტის ლეგენდარული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, კუვეიტის საჰაერო ძალები ახორციელებენ კუვეიტის მიმართულებით საჰაერო სივრცის დაცვას. აქ არის 92 დივიზია ამერიკული განთავსებული, რომელთა ბაზებიც ლამის, რა ვიცი, როგორც ჩანს ბოლო დროს გასწორდა მიწასთან. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 ევროფაიტერი ეს
გამანადგურებელი არის ევროპული წარმოების, განადგურებული იქნა კუვეიტის აეროპორტში, სამხედრო აეროპორტში და საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი. აი ერაყმა საერთოდ განაცხადა ბასრის პორტში ყველანაირი ხომალდების ცურვა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ელჩმა მათ მისცა გარანტია იმისი, რომ ერაყი მოძრაობდა, ალბათ აქაც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმართა გენერალმა ერთი წამით მიმართა გენერალმა ეს არის განცხადება საზღვაო ძალების გენერალმა, რომელიც ახდენს ალიზერა ტანგსირი, ესეთი ყოფილა, არ ვიცი ახლა სახელები და გვარები, რეგიონის ქვეყნებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ისინი გამოიყენა თავიანთი ინტერესებისთვის და მათ ზარალის მეტი არაფერი არ მოუტანეს რეგიონს, ამიტომ ესე რომ ვთქვათ, მათ ააფეთქეს რეგიონი და ზარალის მეტი არაფერი მოუტანეს, ამიტომ შეერთებული შტატების ბაზებმა უნდა დატოვოს რეგიონი, ეს არის ირანელების მოთხოვნა, ისინი არ გაჩერდებიან მანამდე. არის ასევე იერიშები თვითონ ვიქტორიას ბაზა, რომელიც განთავსებულია ასევე ერაყში, ასევე ჩრდილოეთ ქურთისტანში აფეთქებები არის, მე მგონი ახლა აი ამ დეტალებს ჩვენ რო ჩაუბრუნავდეთ, ძალიან ბევრი არის და ცოტა შეიძლება მოსაწყენიც იყოს და ნაკლებად მნიშვნელოვანი. ეს ამერიკული დაჯგუფება ხომალდების არის ვრცელ დისტანციაზე, აბრაამ ლინკოლნი 1100 კილომეტრით არის მოშორებული, ესენიც დაახლოებით 700 კილომეტრიან უსაფრთხოების ზონას იცავენ და აი ახლა რაც მთავარი და საინტერესო არის, ერთი წამით მანამდე მაინც გადავხედოთ ამ მოვლენებს, რა მოვლენებიც ვითარდება. აი ეს ეკონომიკური გრევა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, როგორც ამბობენ 1990 წლის მერე არ მომხდარა. ასევე არის სერიოზული SPG-ს გაზის პრობლემა. ეს ირანის ელჩის განცხადებები. მოკლედ, ახლა მინდა ერთი ინფორმაცია გაგაცნოთ, რომელიც თავში გითხარით, რაზეც იყო საუბარი, თუ რატომ არის ჩინეთი გაყურსული. რატომ არის ჩინეთი გაყურსული? აი, გახდა საინტერესო მოვლენა გახდა ცნობილი, დღეს გამოაცხადა ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ, რომ ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ დაიწყო სამხედრო საჰაერო ძალების წვრთნები, წვრთნები თუ აქტივობა ეს გაირკვევა მალე, ჩინეთი პერიოდულად ამ მიმართულებაზე ახორციელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას, მაგრამ როგორც ჩანს ამ მომენტისთვის დაუგეგმავი, არ ვიცი, მანევრები არის, არ ვიცი, წვრთნებია, არავინ იცი, შეიძლება ჩინეთი სამხედრო ოპერაციას ამზადებდეს, ამიტომ ჩინეთი შეიძლება თავის მომენტს ელოდებოდეს მაქსიმალურად, როდის ჩაებმება. შეერთებული შტატები, მინდა გითხრათ, რომ რეგიონიდან, აი ეს არის ამერიკის მოკავშირეები,
რომელი მოკავშირეების იაპონია და სამხრეთ კორეა, რომელიც ამერიკული ქოლგის ქვეშ იმყოფებოდა, ამერიკელებმა მოხსნეს ეს სარაკეტო სისტემები და წაიღეს ახლო აღმოსავლეთში, რადგან ძალიან ჭირდებოდათ. ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ აი ამ მიმართულებიდან ნახოთ აბა ხომალდი 31 საექსპედიციო კორპუსი საზღვაო ქვეითების და არა მარტო საზღვაო ქვეითების, საზღვაო ქვეითები 20 გამანადგურებელი F-35 და სადესანტო ხომალდები იაპონიის მიმართულებაზე იქნა მოხსნილი და ის მიემართება ახლო აღმოსავლეთში. მათ მოუწევთ ძალიან შორი მანძილის გავლა, რომელიც ფაქტია, რომ ამ მარშრუტით უახლოესი ეს მარშრუტი იქნება სინგაპურის გავლით, რამენაირად ყველაზე მეტი სწრაფად მოხვდნენ ისინი არაბეთის ზღვაში და შეუერთდნენ აქ აი ამ ამერიკულ ხომალდებს, რომელიც არის განთავსებული ოპერაციაში მისაღებად. თუმცა აი ამ მანძილის გავლას, როგორც ამბობენ, ჭირდება დაახლოებით 2 კვირა და 10 დღე 2 კვირა, ამიტომ ჯერჯერობით სახმელეთო ოპერაციაზე ფიქრიც კი ზედმეტია. პარალელურად კიმმა, რა თქმა უნდა, იგრძნო თავისი ძალა და გუშინ მის ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა კორეის შეიარაღებული ძალების წვრთნებს, სარაკეტო წვრთნებს, რომელიც იაპონიის მიმართულებით საშუალო და ახლო მოქმედი რაკეტების, ბალისტიკური რაკეტების გაშვების სამხედრო სწავლებებს ჩაატარა მოულოდნელად. ეს კიმმა გუშინ წინ ასევე კრეისერი ჩაუშვა. სავარაუდოდ კიმი ცდილობს იგრძნო კიმმაც აქ გამოთავისუფლებული ძალა, ისევე როგორც იგრძნო გამოთავისუფლებული ძალა აქ ჩინეთმა და გამომდინარე აქედან რეგიონი, რომელიც ამდენი ხანი იყო შეერთებული შტატების სამხედრო ძალის დომინაციის ქვეშ, თავისთავად ეს კი იაპონელები, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგები არიან და კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ, ეს 2003 წელს მოხდა ესეთი რაღაცა, რომ დონალდ ტრამპმა მოითხოვა სამხრეთ კორეისგან დაიწყოს შვიდობიანი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან. რა თქმა უნდა, ალაპარაკდნენ ასე, გამომდინარე იქედან, რომ კიმის იარაღის წინააღმდეგ პრაქტიკულად სამხრეთ კორეას და არც შეერთებულ შტატებს მithumetes ახლა დახმარება არ შეუძლიათ და რა თქმა უნდა, ასეთ დროს თვითონ მიხედეთ თქვენ თავს, დაიწყეთ მოლაპარაკებებიო. იაპონელებს კონსტიტუციით აქვს აკრძალული, როგორც გითხარით, სხვის ქვეყნის ომებში ჩართვა, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2003-4 წლებში მათ გააგზავნეს დაახლოებით 20 ექიმების 20 ერაყში დასახმარებლად, რამაც ლამის სამოქალაქო ომი გამოიწვია, იაპონია აპროტესტება და იძულებული გახდნენ, რომ დროულად გამოეყვანათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენების ქრონიკა არის. დღის საღამოს გვექნება შემდეგ ვიდეო ლაივი კითხვა-პასუხის რეჟიმში და რაც მოხდება ეს მოვლენები შემდეგ საღამოთი შევეცდებით, რომ გავარკვიოთ ეს ყველაფერი ჩვენ რეგიონში, საქართველოს უპატრონოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი დალოცვილი ქვეყანა არც ერთი პასუხისმგებელი პირი აქ არ ჩანს. საინტერესო არის, იმიტომ რომ ვერ გაიგეს ეთყობა გეოპოლიტიკის მამებმა ვინ არის საქართველოში პასუხისმგებელი. აი ახლა ეს არის ერთი საინტერესო მომენტი მინდოდა მეჩვენებინათ, გუშინაც ვთქვი. აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ამბობენ, რომ
ზელენსკი ამბობს, რომ მილიარდები იშოვა და 10 მილიარდი იშოვა უკვე რუსეთმა. დათვლილი იყო, რომ 200 მილიონს იშოვიდა დღეში, მოკლედ არ ვიცით რა ერთი სიტყვით, მთელი ევროპული ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეზღუდონ რუსეთი და რუსეთის საზღვაო, ჩრდილოვანი თუ ოფიციალური ფლოტი. გუშინ ბალტიის ზღვაში შვედებმა დააკავეს რუსული ხომალდი, რომელიც ახორციელებდა, რომელიც იყო ნავთობით დატვირთული და მოხდა ეკიპაჟის აყვანა, გემის დაკავება და მაქსიმალურად შეზღუდავენ რუსებს. აი ეს რეალობა, რომელი რეალობაც ახლა სანქტ-პეტერბურგის პორტიდან რუსებს პრაქტიკულად აქ გამეზობლებული აქვს ნატო, ესტონეთის და ფინეთის სახით. ასევე ლატვია, ლიტვა, სტრატეგიულ ალყაში არის კალინინგრადის ოლქი, პოლონეთი ნატო არის, ასევე ნატო არის გერმანია, შვედეთიც ნატო არის და ასევე დანია. ეს სტრატეგიული კუნძული გოტლენდი, რომელიც შვედეთს ეკუთვნის, რომელიც ძირითადად ბალტიის საკონტროლოდ აქ აღდგა სამხედრო ბაზა. არა და 1990 წლამდე, ასე რომ ვთქვათ, სანამდე საბჭოთა კავშირი და ვარშავის ბლოკი დაიშლებოდა, ეს არეალი წარმოადგენდა პრაქტიკულად რუსეთის საბჭოთა კავშირის შიდა ტბას. და აი ამ მომენტამდე, აი ამ ადგილამდე მათ პრაქტიკულად ჰქონდათ თავიანთი საზღვაო სივრცე, ანუ შიდა ტბას წარმოადგენდა, რადგან ეს მთლიანად საბჭოთა კავშირი იყო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და მოყოლებული კალინინგრადის ოლქი. ასევე ფინეთი ნეიტრალური ქვეყანა იყო, შვედეთი ნეიტრალური ქვეყანა იყო, პოლონეთი საბჭოთა ბანაკში იყო, აღმოსავლეთ გერმანია ასევე საბჭოთა ბანაკში იყო და რაც შეეხება აი ამ ადგილს, ეს დანია ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა იყო, რომელსაც ნამდვილად არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ. დღეს ეს ქვეყნები ყველა აბსოლუტურად ნატოს წევრები არიან და გამომდინარე აქედან რუსეთს უჭირს აი ამ წყლებში მიმოსვლა. მოკლედ, შემოკარგებო, აი ამ მომენტისთვის ეს რეალობა არის. ნახოთ საღამოისკენ თუ რამე შეიცვლება, საღამოს კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბროთ და განვიხილოთ ის მოვლენები, რა მოვლენებიც იქნება განვითარებული. მანამდე კი ყველას დიდი მადლობა მინდა ყურადღებისთვის მოგახსენოთ. თხოვოთ, თუ კი მოგეწონათ ბლოგი, მოიწონეთ, გამოიწერეთ გვერდი, გააზიარეთ, ეს იქნება თქვენი ხარდაჭერა და გვერდით დგომა ჩემთვის, ეს არის უსაფრთხო და ასევე არის უფასო. აქედან გამომდინარე, მეც ეს იქნება თქვენი მადლობა ჩემს მიმართ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. საღამოს შევხვდებით თუ რაიმე საინტერესო ამბები იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში.